მოგესალმებით, ჩვენ ვართ დინამო ბათუმის ფეხბურთელები, გურამ ჯაფარიძე და გიორგი ფუტკარაძე. მე და ჯაფარა შევეცდებით ერთმანეთის დასმულ შეკითხვას უპასუხოთ. დავიწყოთ. დავიწყე. პირველი შეკითხვა. მოედანზე ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს? 6 ნომერზე და 8 ნომერზე. რო კარგად გხსოვთ თავს. ხშირად ნომერს თუ. 39 ნომერი რატომ აირჩიე? რამე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს შენთვის? არანაირი სიმბოლური გურგენამ რაც მომცა. უბრალოდ მაგის შემდეგ ეგნომერი მაქვს. შემდეგი შეკითხვა. გაიხსენე შენი პირველი დღე დინამოში როგორ მოხდი აკადემიაში? აკადემიაში? პატარა ვიყავი, არ მახსოვს. აი ჯორბეს დროს ვიყავი. სადღაც 6 წლის ვიყავი. პირველი გუნდი. ის შემდეგ აქ. ვინ იყო შენთვის ყველაზე უხერხული მეტოქი? ვისთან თამაში ყველაზე მეტად გაგიჟღერა? აქ დინამოში ზოგადად ეგრე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კარიერაში ვთქვათ, ალბათ ახალგაზრდა ნაკრებში 21-ში გერმანიასთან რა თქმა უნდა უძლიერეს ყველაზე მეტად ეგ იყო რა, ყველაზე რთული მანდ იყო თამაში. შენი საყვარელი მოგონება დინამოში? აი ჩემი დებიუტი პირველად რო შევიდი აი დინამოსთან. მან 6-ზე წავედი. არა, ყველაზე მოგონება ეგ არის. პირველ გუნდში შენს დებიუტს როგორ გაიხსენებ? პირველ გუნდში ჩემი დებიუტი იყო ფობულეთში ფოთთან. 3 წუთი ვითამაშე. ფულს არ შეხებივარ, მაგრამ მაინც ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი იყო რა. ვინა შენი საფეხბურთო მაგალითი, ვინც мотиваციას გაძლევს, რომ ბევრი იშო უმაღლეს დონეზე სათამაშოდ? შობლები უფრო. კობახა. მამა უფრო. ის მომენტი თუ გახსოვს, როდესაც პირველად ვითამაშეთ ერთად დინამოს მაისურით? პირველად ვითამაშეთ დინამოს მაისურით. ზუსტად რო გითხრა მახსოვს არა, მაგრამ ალბათ დიდი იმედი მაქვს დინამოსთან იყო გასვლაზე. მაგარიში არ მახსოვს, მაგრამ დინამოსთან იყო გასვლაზე დინამო არენაში. კი, დინამო არენაზე იყო გასვლა. და ბოლო კითხვა, რა არის შენი ოცნება დინამოსთან ერთად? პირველ რიგში ევროტურნირებზე გასვლა. შემდეგ პრომოგება. ჩემპიონთა ლიგის. ეს 60 წელში. დარწმუნებული ვარ გულშემატკივარს შენი ოცნება აინტერესებს. ამიტომ მეც იგივეს კითხავ. რაზე ოცნებობ დინამოსთან ერთად? ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტიტულებს, ჩემპიონატის თასებს და შემდგომში ალბათ ევროტურნირების ნებისმიერ ევროტურნირზე მოხვედრას და შემდეგ იქ წარმატება შუქიდან გასვლა იქნება თუ სხვა სახის ნებისმიერ წარმატებას. კარგი იყო მგონი? დიახ. გამოვიწერეთ დინამო ბათუმის სოციალური არხები, სადაც ბევრ საინტერესო და სანახაობრივ ვიდეოს იხილავთ. მე ყველა გამოწერილი. კარგი იყო.